მოგესალმებით არხის გამოწერებო, განვაგრძობ ვიდეო ჩაწერებს მათთვის, ვისაც აინტერესებს ზაღლის წვნა და გეშვა, მინდა დამწყებ მონადირეებს, ახალგაზრდა მონადირეებს გაუზიაროთ ჩემი ცოდნა და გამოცდილება და მივირჩე რჩევები თუ როგორ შეიძლება ლეკვი გახდეს კარგი მონადირე ზაღლი და როგორ დავაყენოთ იმ გზაზე, რასაც ქვია კარგი ნადირობა. დღეს მინდა შევახოთ თემას, რასაც ქვია ბრძანება, ნახე. ეს ის სიტყვაა და ის ბრძანება, რომელსაც ჩვენ მონადირეები ხშირად ვიყენებთ ზაღლის მინდორში გაშვებისას, გაშვების წინ ან თუნდაც შუა ნადირობისას და მე ვიდეო YouTube-ზე ბევრ ვიდეოს უყურებ ქართველი მონადირეებისას, სადაც ძალიან ხშირად ხდება ამ სიტყვის ბევრჯერ გამეორება ზაღლისთვის და ჩემი პირადი აზრი არის, არავის თავზე ამას არ ვახეურო, ეს ზედმეტია, სრულიად ზედმეტია, იმიტომ რომ თუ ზაღლი აყვანილი ყავს კარგი სისხლების, კარგი გენეტიკის, კარგი წყობრის აბუთებით, მას არ ჭირდება ზედმეტი ძახელი, იმის რომ რამე წავიდეს და ეძებოს, ზაღმა გენეტიკურად უნდა იცოდეს, როგორც კი მინდორში გავარო, გავიდეს, რაღაც ეძებოს, ზაღლი არის ჩვეულებრივი მტაცებელი, რომელსაც აქვს ინსტინქტი და მინდორში გასვლის დროს უნდა იპოვოს ფრინველი, განასხვაოს სანადირო ფრინველი სხვა ფრინველისგან. მაგრამ კიდევ განმეორდები ხშირად ხდება, როდესაც მონადირეები მინდორში სიარვლისას, ტყეში სიარვლისას ძალიან ხშირად და ბევრჯერ ეძახიან, ნახე, ეძებე, რომელიც ჩემი აზრით სრულიად ზედმეტი არის. თუ ამ ბრძანებას ვიყენებთ და ამ ბრძანების დანიშნულება მინდა რომ განვასხვაოთ და სწორად ვიცოდეთ, მე პირადად ამ ბრძანებას ვიყენებ იმ შემთხვევაში, როდესაც ფრინველი ჩამოვარდა მონადირებული ფრინველი, რომელიც ზაღმა ვერ დაინახა, სად ჩამოვარდა და მხოლოდ ამის შემდეგ ვეძახი ჩემთან და ვეუბნები, რომ ამ ადგილზე უნდა იპოვო ჩამოვარდნილი ფრინველი. ამ ბრძანების მინდორში ამ ბრძანების ხშირი გამეორების მინუსი რაც არის, რაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის რომ თუ მონადირე მინდორში გადაადგილებულ ზაღს ან სივრცეში გადაადგილებულ და კიდე ტყეში ხშირად ეძახის, ნახე, ეძები, ამ შემთხვევაში ხდება ისეთი რაღაცა, რომ ზაღლი ხვდება, რომ პატრონი აკონტროლებს მას. ანუ ამ კომუნიკაციით ზაღლი ეჩვევა, რომ პატრონს ყოველთვის ყავს კონტაქტში ზაღლი. იქნება სწორად გაიაზროთ და მიხვდეთ, რომ ანუ მონადირეს ყავს ზაღლი კონტაქტში და არა ზაღს. ანუ ეს პირიქით უნდა ხდებოდეს, და ზაღს უნდა ყავდეთ ჩვენ ყოველთვის კონტაქტში, ანუ ზაღლისგან უნდა ხდებოდეს ჩვენი დანახვა, ჩვენთან მოახლოება, ჩვენთან გინდა თვალი კონტაქტი, გინდა ფიზიკური კონტაქტი. ამიტომ როცა მონადირე მინდორში გადაადგილდება და ბევრჯერ ეძახის, ხშირად ეძახის, რომ ნახე, აბა სახელით აქეთ გაიქეცი, იქეთ გაიქეცით, ამ დროს დისტანცია და კონტაქტი მონადირეს და ზაღს შორის იზრდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმიტომ რომ ზაღლი ეჩვევა, რომ პატრონი ეძებს და აკონტროლებს ზაღს და არა ზაღმა გვაკონტროლოს და ეძებოს პატრონი. ეხლა ეს მათთვის, ვინც ახალგაზრდები არიან და დამწყებები არიან, მინდა გაჩვენოთ ნინა ადგილზე. თუ როგორ შეიძლება ეს ბრძანება ვასწავლოთ ადგილზე. როგორ შეიძლება ეს ბრძანება ვასწავლოთ და როდის შეიძლება გამოვიყენოთ. ანუ თუ მივედით მინდორში, სანამ მინდორში ზაღს გავუშვებთ, აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ დავსვათ, ჩვენი ბრძანების შემდეგ მივცეთ ეგ ბრძანება, რომ ნახე და დაიწყოს ზაღმა მინდორში სირბილი. ამ ბრძანებას კიდევ ერთხელ მე თუ ჩამოვაგდე ფრინველი და ზაღლი ვერ პოულობს, იმ შემთხვევაში ვიხმობ და ვეუბნები, რომ აი აქ, სადაც მე ვდგევარ, აქ უნდა ნახო ფრინველი, აქ არის ჩამოვარდნილი ნადავლი და ეს უნდა იპოვოს. კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ეცადეთ მოეშვათ ამ ბრძანების, ანუ მინდორში ტყეში ზედმეტად გამოყენებისას, თუ არა გაქვთ ეს წვნა ჩატარებული, თუ არა აქვს ეს ბრძანება ზაღს კარგად ათვისებული და რომლის დემონსტრაციასაც მე ახლა მოვახდენ. მოკლედ, ნინამ ეს ბრძანება ძალიან კარგად იცის და
მაშინ ვიყენებ მე როცა თვლის საჭიროთ როგორც წაღენ აგიხსენით ვისაც ლეკვები ყავთ ანუ 6-7-8 თვის და უკვე ემზადებით საველე გამოცდებისთვის ემზადებით უბრალოდ მინდორში გასასვლელად გაზაფხული უკვე მალე მოვა თქვენ რო არ მოგიწიოთ ძაღთან ხშირად ამ ბრძანების ანუ ესე ვთქვათ ზედმეტად გამოყენება და უადგილო გამოყენება და არ ქონდეთ ზედმეტი თქვენი მხრიდან კონტაქტი ძაღთან ამისთვის თავიდან უნდა ვასწავლოთ ეს ბრძანება რომლის დემონსტრირებასაც მე ახლა მოვახდენ ვიყენებ ჩვეულებრივად საკვებს როგორც წინა ვიდეოში გითხარით არის საკვები რითაც ინასკვებავ შერეული მაქვს ცოტა წეხოულო ცოტა მეტი სუნი ქონდეს და რავშვები ესე იგი ამ ეზოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილზე დაბალზე მაღალზე ანუ დაახლოებით 15 სხვადასხვა ადგილზე 5-5-6-6 6-6 მარცვალს დავდებ, დავყრი ესე და მხოლოდ შემდეგ გავუშვებ ძაღლს რომ მივიდეს და ეს დაყრილი საკვები იპოვოს. ანუ ეს ძაღლისთვის ლეკვისთვის არის ნაპოვნი საჩუქარი, დასაჩუქრება მისთვის. ნაპოვნი საჭმლის შემდეგ მოუხმობ ჩემთან და ისევ გავუშვებ. სადაც უკვე ხშირად ვეუბნები რომ აი ნახე რაღაცა უნდა ნახოს. ძაღლმა არ უნდა იცოდეს ეს საკვები სად არის დამალული რა ადგილზე დევს და თვითონ ყნოსვით ძებნით უნდა იპოვოს ეს საკვები. შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ თუ ეს საკვები მიწაზე ყრია, ძირს ყრია, ამით ძაღლის სტილი შეიცვლება და ცხვირს ჩაყობს ყოველთვის მიწაში და მე მიწაზე ძებნას დაიწყებს ეს აზრი, ჩემი აზრი, პირადი აზრი კიდევ გეუბნებით მცდარია, იმიტომ რომ ძაღლს თუ გენეტიკურად აქვს მაღალი ყნოსვა, ამ ბრძანების შესწავლით ეს გენეტიკური თვისება არ გაუქმდება. მაგის გარდა დღის განმავლობაში ძაღლს იმდენჯერ აქვს მიწაში თავი ჩაყოფილი, იმდენჯერ ეძებს თავისთვის საინტერესო ნივთს, რომ ამ ვარჯიშით ის თავის გენეტიკურ თვისებას რომ თავმაღალი ძებნა დაკარგოს ამ ვარჯიშით არ დაეკარგება. ესე იგი დაახლოებით 15 არ ვიცი რა ადგილზეც მომიწევს დაახლოებით 10-15-20 ადგილზე დავყრი ამ სხვადასხვა ადგილზე საკვებს და შემდეგ გავუშვებ ძაღლს აძვნად. აი დააკვირდით როგორ გამოგვივა ყველა ნაპოვნი საკვების შემდეგ მე ისევ დაუძახებ ჩემთან ძაღლს, მოვალ გავეთამაშებ და კიდევ გავუშვებ თავიდან საძებნად. ეხლა იმათვის ვისაც ლეკვები პატარები არიან, ამის ვარჯიში შეგვიძლია დავიწყოთ ჩემი აზრით 5-6 თვიდან კარგი იქნება. როცა უკვე ძაღლი ისევ და ისევ გათამამებულია, ვისი ძაღლიც ესე ვერ ჯდება და არ ჯდება, არ არის მისთვის პრობლემა, ანუ მოთმინების უნარი პატარა ლეკვებს არ აქვთ, დიდ ძაღლებთან შედარებით, არც ის იქნება პრობლემა, რომ ძაღლი თქვენთან ერთად მოდი აქ ნინა რა გითხარი მე ადგილზე თქვენთან ერთად გავუშვა, თქვენ გამოგყვეს, მაგრამ თუ სადმე დროებით დასვავთ ან დააჯენ, შეგიძლიათ მიაბათ და იმ პერიოდში სანამ საკვებს ალაგებთ, ეგ შეიძლება თუ ვერ სვავთ, ეგეც არ არის პრობლემა რა, ყველა დადებულზე რამენაირად თქვენგან შორს გავუშვით, ძაღლი იქნება თუ ლეკვი. ეხლა გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ მე ამას. დარჩი. მოკლედ ესე დავსვინინა ადგილზე და მივეც ბრძანება რომ დარჩეს, დამელოდებს. კიდევ ერთხელ თუ თქვენი ძაღლები ვერ ჩერდებიან ესე ადგილზე და არა გამძლეობა მოთმენის, ეგ არ იქნება პრობლემა, მაგრამ შეგიძლიათ მიაბათ. აი ვიღებ დაახლოებით აი ეს ამ რაოდენობას დებ აი ესე აქ გადავდივარ მე ისევ ცოტა გვერდზე 1-5-6 ნაბიჯით კიდევ ერთხელ ნინა მებრძანება კარგად იცის და მაგის გარდა თვალით მახსიერება აქვს ძაღლს ძალიან კარგი მიხსიერება სუსტად დაიმახსოვრებს სად დავალაგებ ამ საჭმელს მაგრამ თვითონ როგორ მოხდება ეს პროცესი მაგას გაჩვენებთ რა თქვენი ძაღლები შეგიძლიათ დამალოთ ან სადმე დააბათ ან სადმე შეიყვანოთ და ხოლო შემდეგ გაუშვათ რამდენი დაახლოებით 6-8 აი ესე მაღალზე დაბალზე სხვადასხვა ადგილზე აი ყველანაირ სიტუაციაში ესე ვალაგებ მთელი ტერიტორიაზე რასაც ეზო მიშვებს და საშუალება მიშვებს ნინა დგას ისევ და მელოდება და როგორც კი ვნახავ რომ რომელიმეს მიაგნო მივიდა და ჭამს აი ამ პატარას როგორც კი აიღებს შემდეგ აუცილებლად ჩემთან დაუძახებ რა მაკვირდება იმიტომ რომ ეს ბევრჯერ გვაქვს ჩვენ გაკეთებული ეს ვარჯიში ბევრჯერ გვაქვს ჩატარებული და
ყველა ნაპოვნი საკვების მერე აუცილებლად ჩემთან დაუძახე. ისევ კიბეებზე ოღონდ ეცადეთ რომ თუ გექნებათ საშუალება 2-3 მეტრა იყოს ამ დადებულ საკვებურებს შორის ადგილი, მანძილი. აი რამდენია ვერც ვითლი. მაღალზე ვწდებ. აქ დაბალზე ვწდებ. ყრი უფრო სწორად. რავი იმედია კარგად გამოჩნდება. სხვადასხვა ადგილზე რომ მისი ჩართოს ცხვირი, ჩართოს გონება რომ უნდა ეძებოს და იპოვოს საკვები, რომელიც მისთვის ძალიან მიმზიდველია, უნდა შეჭამს ნებისმიერ დროს, რაც არ უნდა შეერი იყოს ამისთვის ეს ზეხოვული ცოტა მას აღაღზნებს. რაო ერთ ადგილზეც დავდებ და გური იმახსოვრებს ეს დავდევით ოჩ კარგი არა ჯერ დარჩი და მხოლოდ ეხლა ბევრი არის არ ვიცი რა ვერ დავთვალე ერთი ალბათ მინიმუმ 15-16 ადგილი მაინც არის მხოლოდ ეხლა ვეუბნები რომ ოკეი ნახე წავიდა ჭაყო თავი ნახეთ მივიდა იპოვა ყოჩა კარგი გოგო ჩემთან ყოჩა კარგი გოგო გვერდზე დამიჯდა ჩემ გვერდზე ყოჩა დაჯექი სიდ სანამ არ მოვა ჩემთან სხვა საზებრნოთ არ უშვებ რა ნახე წავიდა აბა ნახე მიდი ნახე გოგო ნახე აი ბევრგან სუნები და ნახე გოგო ყოჩა კარგი გოგო როგორც კი შეჭამა ისულუფა ჩემთან ყოჩა კარგი გოგო ბრავნი დაჯიქი სით ყოჩა არა ჩემთან ოდია ნახე მიდი წავიდა ნახე მიდი ამითი ეჩოვა კვალზე ძებნასაც ანუ კი რამე ფრინველი სადმე გაივლის ისეთი ფრინველი როგორიც არის აი რამოდენიმე საცდა იმიტომ რომ ბევრი სუნები ცემს ოჩახ კარგი გოგო ან დაჭრილი ფრინველი იქნება ან ნინა ჩემთან მეორესაც მიადგან ჩემთან ოჩ კარგი გოგო ხარ სანამ შემდეგი საკვები ჩემთან მე რა ის დავიძახ ჩემთან მოდი შემდეგი საძებნად წავა აუცილებლად ჩვენთან და მოუხმოთ რა ოკეი წავიდა კიდე ნახე მიდი ნახე აი მხოლოდ ამ დროს შეგვიძლია რომ ვიცე ბრძანება ნახე ოჩ კარგი გოგო ჩემთან ოჩ კარგი გოგო ხარ ახლოს იყო ორი ულუფა და ორივე შესასლა ჩვეულებრივად სით ოჩ კარგი გოგო ხარ აბა ნახე მიდი წავიდა ნახე შეგვიძლია ხელითაც მივანიშნოთ საით წავიდეს სადეზებოს ნახე ნინა ნახე ყოჩა კარგი გოგო ხარ ისე ვიპოვა ოჩა ჩემთან ოჩა ოღონ ეხლა მე ცოტა ვჩქარობ სანამ თქვენთან არ მოვა ჩემთან სანამ თქვენთან არ მოვა მანამდე არ შეაქოთ მანამდე არ წაახალისოთ თორე ეჩვევა რომ ბრძანების შეუსრულებლობის დროსაც შეიძლება შემაქონ რა და ოკეი ნახე მიდი წავიდა ნახე აბა ნახე სად არის ნახე ნინა ოჩა კარგი გოგო ჩემთან ოჩა კარგი გოგო ბრავნი ოჩა კიდე დაგვრჩა რამოდენიმე ადგილი ოკეი ნახე მიდი წავიდა ნახე
შეგვიძლია ესე მივყვეთ ნელ-ნელა. საითაც ეძებს. ნახე მიდი. ნახე ცუნი ცემს, ახლა ცოტა ზემოთ არის და უნდა გაერკვეს. ნახე მიდი. აი ამ დრო შეგვიძლია ნახე თავს ზევიწევს, ატრიალებს. ნახე. ოჩახ, ნახე. ნახე მიდი. ოჩახ, კარგი გოგო. ბრავო ნინა. ოჩახ. ოჩახ, ჩემთან. კარგი გოგო ხარ. გვერდზე. შვენიერი. ოკეი, წავიდე. ნახე მიდი. ნახე მიდი. ერთი ცალი დარჩენილა. ნახე მიდი. წავიდე. ნახე. ნახე მიდი. ცხვირს იხმარს ახლა და იქ ცემს სუნები და ზუსტ ოჩახ, კარგი გოგო. ბრავო ნინა. ჩემთან. შეიძლება სუნი ეცეს, ჩემთან ვის ვეძახი მე? შეიძლება სხვა საჭმელისგან ან გვერდ საჭმელისგან სუნი ეცეს, მაგრამ თქვენ დაძახებაზე აუცილებლად უნდა დაანებოს თავი და გამოიქცეს, მოვიდეთ თქვენთან რა. ოკეი, ნახე მიდი. მიდი ნახე. აი კაც დამალულია, ოჩახ, იპოვა, კარგი გოგო. კიდევ და კიდევ განმეორდები, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩამოვარდნილი ფრინველი, რომელიც ხშირად მესმის რა ვიდეოებში, ანუ ჩემთან, ნინა. ვერ ვიპოვე, დავკარგე, ეს გამოირიცხება რა, როგორ შეიძლება ფრინველი მოვინადირო და ვერ ვიპოვო, ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია თუ ჩამოვარდნილი ფრინველი ვერ ნახე ჩემთან. მოდი აქ. ეგ ან უნდა იყოს მაქსიმუმ დაჭრილი ან რა ვიცი, ისეთი ოდნა უნდა კონდეს მოხოდინი, მაგრამ ის დაჭრილიც ძაღლმა აუცილებლად უნდა მოგვიყვანოს რა. ოკეი, ნახე მიდი. ნახე. როგორც კი წავა იმ საჭრლისკენ, მიმართულებით მაშინ შეგვიძლია ნახე. ნახე მიდი, ოჩახ, კარგი გოგო. ოჩახ, კარგი გოგო. კარგი გოგო ხარ. ჩემთან. ისევ მოვუხმოთ ჩვენთან, რომ იგივე თქვა, როცა მოტანას ვასწავლით რა და როცა ნახავთ რომ ჩემთან მოდიან. ხედავთ რომ კარგად მოაქვს ფრინველი, აღებული ფრინველი თო ჩვენთან შეეძლოს მოსვლა რა. ოკეი, ნახე მიდი. წავიდა კიდე, ნახე მიდი. არა, აქეთ აი, ნინა. ნახე, ოჩა. ნახე მიდი. ნახე მიდი. აიყნოსა, თავი აწია, ნახე მიდი. ნახე მიდი. ოჩა, კარგი გო. ბრავო ნინა. ჩემთან. ისევ მოუხმე. დავჭერ კიდე რამოდენიმე ადგილი გვერდზე. ერთი იქ არის, ახლა მივიყვან მე ჩემთან ახლოს და იქ მოვაძებნიებ. ოკეი, ნახე მიდი. მოდი აქ. აქეთ. ნახე მიდი. ნახე მანდარი. ნახე. ნახე. ოჩახ, შეიძლება იყოს ისეთი ადგილი, რომ ჩამოვარდნილია ფრინველი და ჩვენ ვერ მივდივართ ფიზიკურად რა. ჩემთან. რო ავიღოთ რა, შეიძლება ხოხობი იყოს, კაკაბი იყოს, რა ვიცი, ამე ფრინველი და ამიტომ მიახლოებით, შორი ახლოს უნდა მივიდეს ზაღლი და ჩვენ ვეუნებით. ნახე, იქ უნდა ნახოს ის ჩამოვარდნილი მოპოვებული ფრინველი რა. ოკეი, ნახე მიდი. ნახე მიდი. არა, აქ, აქეთ. აქ. აქ. მოდი აქ არის, აი, აქ არის მოდი. ნახე მიდი. ნახე მიდი. ნახე მიდი. ნახე მიდი. აი ცოტა გვერდით ძევთ მაღალზე და იქეთ შენიდი. ნახე ნინა. ნახე. ოჩა, კარგი გოგო. იპოვა. ხედავ რომ აიღოს ეს ულუფა ბოლომდე. ჩემთან. ოჩა, კარგი გოგო. ახლა ჩემს ზურგს უკან არის კიდე ერთ ადგილზე. საჭმელი დადებული და გავუშვებ რომ იქ ნახოს რა. აბა, წავიდა. მოდია, ნინა. აქეთ. ნახე მიდი, ხელით ვანიშნე. ეს ხელით ნიშნება კიდე ცალკე სავარჯიშოა, ცალკე სხვა რაღაცაა და ნახე მანდარი, ნახე, ოჩა, კარგი გოგო. ბრავო ნინა. ჩემთან. ოჩა, კარგი გოგო ხარ. მიდი, გვერდზე, ოჩა. ოკეი, წავიდე, ნახე მიდი. ნახე მანდარი. ნახე. ნახე მიდი. სუნი ცემს.
თავს ამიტომ ატრიალებს წევს, მაგრამ ნახე, აი მიაგნო ახლა უკვე იპოვის, ნახე მანდარი, ნახე ნინა. აი ამ დროს შეგვიძლია რომ ებრძანება უნეოროთ, რომ აი ნახე და თუ რამეს მიპოვის, ხო? ნახე ყოჩა. ანუ ხდება რომ ეს ბრძანება რა, უბრალოდ სიტყვა არ არის და არის იმის რომ რაღაცა იპოვა, რაღაცა ნახა რა. აქ აგვაქვს კიდე ერთი ნიშნული ნინა. აქეთ, მოდი. აქ არის, აი. ჩემთან. ნახე. ოჩა, აი კიდე სუნებიც იმ სადაც იდო. კარგი გოგო. ნახე მიდი. მოდი აქ არის, აი. ნახე. ნახე მიდი. აქ, მოდი. აი აქ არის, ნახე მიდი. ხელი შეგვიძლია ვანიშნოთ ან ცოტა მივიდეთ, მივუახლოვდეთ, ნახე მიდი. აბა სად არის? ნახე მიდი. იგივენაირად იზამს, როცა ფხინულის სუნს იყნოსავს რა, აი აქვე. ოპა, იპოვა. ოჩა, კარგი გოგო. ანუ ძაღლისთვის თავარი ინსტრუმენტი არის ცხვირი, ყველაზე დიდი ინფორმაცია ცხვირიდან იღებს და ამიტომ ჩემთან. მოდი, ყოჩა, კარგი გოგო. დაგვჭირ 3 ადგილი შეგნით, აბა, წავიდა მიდი. ნახე მიდი, მოდი აქეთ. დავай, მიდი. წავიდა ნახე. ნახე მანდარი. ნახე ნინა. ოჩა, კარგი გოგო ხარ. ჩემთან. ჩემთან. მოდი, გამოიქეც. ოჩა, აი ეგ. ოჩა, კარგი გოგო ხარ. ბრავო. კიდე გვაქვს იქ ერთი ადგილი, ის ბოლოს ვნახოთ და დავასრულოთ. ოკეი, წავიდა მიდი. ნახე მიდი. აი ამ პროცესში სანამ მიდის და რაღაცის საძებნელად უშვებ, შეგვიძლია ეს ბრძანება კიდევ ერთხელ ვიძახი რომ გაუმეოროთ. ნახე მანდარი. ნახე მიდი. ნახე. აი ცოტა რთულ ადგილზეა დამალული, მაგრამ უნდა იპოვოს. ნახე ნინა. ნახე მიდი. ნახე მანდარი. არა, მანდარ, მოდი. ნახე მიდი. მიდი. ნახე მიდი. აი ცუნი ცემს და იძებს. ოჩა, კარგი გოგო. ბრავო ნინა. ოჩა, კარგი გოგო ხარ. მიდი ადგილზე. სიტ. მოკლედ ეს არის, რაზეც მინდოდა დღეს მესაუბრა ამ ბრძანებაზე, ანუ სწორად მინდა რომ გაიგოს მაყურებლებმა და ახალგაზრდებმა დაწყებებმა, რომ ესე მინდორში უბრალოდ ძაღლთანთან სიარული და ნახეს ყვირილი არაფერ შედეგს არ გვაძლევს, გარდა იმისა, რომ მონადირეზე ძაღლს შორის ყალიბდება, ესე ვთქვათ, უნდობლობა, უკონტაქტობა და ზედმეტი კომუნიკაცია საქმეს აფუჭებს, ესე ვთქვათ. ამიტომ ატარეთ ეს ვარჯიშები დაახლოებით კვირაში 2 ჯერ მაინც შეგიძლიათ აკეთოთ. ბევრი ვარჯიშდება მალე ისვისებს და ეს სიტყვაც ადრეთოგვიან არა, ძალიან მალე გაუჯდება ბუნებაში და ზუსტად იმ ადგილზე, სადაც თქვენ დაგჭირდებათ რამის პოვნა, აუცილებლად იპოვის თქვენი ერთგული მეგობარი. დიდი მადლობა ყველას, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი. მოიწემოთ ჩემი ვიდეოები, წერენ ბევრი შეკითხვებს და მე ნომერს დავტოვებ ამ ვიდეოს შემდეგ, გთხოვთ WhatsApp-ში მომწეროთ, თუ რამე კითხვები გექნებათ. კიდე სხვა ვიდეოებსაც დავამზადებ და გადავიღებ და აუცილებლად დავდებ რა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. რა უნდა? დავამშვიდობოთ? თათი, ოჩა. მეორე ოჩა, კარგი გოგო. ოკეი, წადი.